პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ნინო გაუსტაშვილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მან ზუსტად იცის, რა უნდა გამოაცხადოს გიორგი ვაშაძის საქმეზე და ამიტომ ჩქარობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს ამ საქმესთან დაკავშირებით განაჩენი. 20-ში ჩაინიშნა გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი, დასკვნით სიტყვის ადვოკატი ამ დღეს და ამავე დღეს დიდი ალბათობით ნინო გაუსტაშვილი იტყვის თია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სანქცია დაუწესდება გიორგი ვაშაძეს. ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს ამ საქმეზე მიღებული და ახლა მთავარი მიზანი არის, რაც შეიძლება სწრაფად აღასრულოს ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება პროკურატურას, პროკურატურა აცხადებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია გიორგი ვაშაძე გამტყუმდეს ამ სისხლის სამართლის საქმეზე. აშკარაა, რომ ჩემ საქმეზე განსაკუთრებით ჩქარობს მოსამართლე, იმიტომ რომ არც კი ითვალისწინებს პოზიციას, რომ თქვათ ფიზიკურად პრობლემაა პარასკევს ხდომის ჩატარება, დავალების შესრულება უნდა ძალიან სწრაფად. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც არ უნდა იყოს უკვე წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება, ჩვენ ვიცით, რომ ამას ეხლა დღევანდელ პროცესაც აბსოლუტურად ფორმალური შინაარსი აქვს, მაგრამ ამ ფორმალობას მნიშვნელობა აქვს, რომ ყველდაზე ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ სიმართლემდე და ყველა ადამიანი, ვინც უკანონო გადაწყვეტილებებში იქნება ჩართული, ისინი პასუხისგებაში მიეცემიან. მოსამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას უწოდებთ, როგორ შევაფასებთ, რამდენად უგნურად გამოჩნდება ის, რამდენად დავალების შემსრულებლად გამოჩნდება. მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ როგორც პროგრამას რობოტს რო დააპროგრამებ, რობოტმა ეს პროგრამა უნდა შეასრულოს, ხო? მას აქ დავალება მიცემული და ეს დავალება უნდა გააშკაროს. საერთოდ არაფერი არ აინტერესებს რა. სულ რომ წამოდგე ამ პროცესზე და უთხრა რომ მოდი მე დავჯდები თქვენს ადგილზე და იმ ვადაში დავასრულოთ, რა ვადაშიც დავალება გაქვს. გაიწევა და დაგსვამს მოსამართლის სკამზე და იტყვის რომ თავარია 20-ში დასკვნით სიტყვა ითქვას და მე თუნდაც აქ ვიქნები. სწრაფად გინდათ დადგეს ამ საქმეზე. არ ვიცი მიზეზი რა არის ამის, რომ ჩქარობს, არ ჩქარობს, ეს ჩვენთვის უცნობია, უბრალოდ ჩანიშნა კონკრეტული სხდომის თარიღი, ჩვენთვის ეს თარიღი იყო მისაღები შესაბამისად, ჩვენ დავთანხმდით აღმოჩნდა. სანქცია რა უნდა დაუწესდეს? მოცემულ შემთხვევაში ასე ვერ გეტყვით, ეს სასამართლოს გადასაწყვეტის საკითხია, ჩვენ როგორც იცით, სასჯელის მოთხოვნას ესე არ ვაყენებთ სხდომას, უბრალოდ მოვითხოვთ, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელი განსაზღვროს თვითონ სასამართლო. სახელმწიფო ბრალდებამ დააფიქსირა დღეს საკუთარი პოზიცია დასკვნითი სიტყვით მიმართა სასამართლოს, მანამდე გიორგი ვაშაძე გამოიკითხა. ვაშაძე მისაუბრა, რატომ არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე, რომ ოფიციალურად მისთვის არც არავის არ გაუგზავნია გამოკითხვის ოქმი. შესაბამისად, ვაშაძე ამბობს, რომ ის ოფიციალურადაც კი დაბარებული არ ყოფილა საგამოძიებო კომისიაზე. აქვე ღიად დააფიქსირა გიორგი ვაშაძემ სასამართლო პროცესზე, რომ ვერც მოსამართლემ და ვერც პროკურატურამ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის სასამართლოში დაბარება ვერ გაბედეს. მე ძალიან კარგად ვიცი, ჩემი უფლება არის, ვიღაცამ SMS-ი გამომიგზავნა, ვიღაცას გაუგზავნა, მე ეს არ მაინტერესებს. საქართველოს კანონმდებლობა ამბობს, რომ თუ მე ვინმე მიბარებს, ხო, მას აქვს ვალდებულება შეასრულოს ის პროცედურა, რაც ნიშნავს, რომ მოვიდეს, მომცეს, ჩამაბაროს კონკრეტული ასე ვთქვათ, ოქმი იქნება თუ დაბარების გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც მე გავეცნობი. საჯარო განცხადებასაც კი არასდროს არ მივიღებ პირდაპირ ვამბობ ვალდებულებად, იმიტომ რომ ვალდებული არის ორგანო, რომელიც მე მიბარებს, ჩამაბაროს კონკრეტული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. თეა წულუკიანი, რომელიც თავს არიდებს სასამართლოში მოსვლას და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მისი პირადი ანგარიშსწორება. ერთ-ერთი ყველაზე მე თუ არ ვცდები 8 წლის მანძილზე იყო ის იუსტიციის მინისტრი, მან ვერაფერის შექმნა ვერ შეძლო ამ უწყებაში. საერთოდ გადაწყვეტილება არ არსებობს ჩემს დაბარებასთან დაკავშირებით. გამოდის, რომ თეა წულუკიანს ევიტომ, რომ მან ასე ვთქვათ, რაღაცა პირადი ანგარიშსწორება აკეთობა, ადგა და ვინც არ მოსწონს ტელევიზორში ვინც დაინახა და ვინც არ მომწონს, ის დავსაჯო. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ გამოსაძახებელი იყო და არ გამოიძახეთ. თქვენ მითხარით თუ არა? და თავის პასუხი რა არის თქვენი პასუხი, რომ წულუკიანი არ არის შემხებლობაში ამ საქმესთან? რატო ეშინია წულუკიანს, რატო აფარებთ ხელს? ხელს რატო აფარებთ? თქვენც ესენიც. კითხვა როგორ ვერ დავუშვით? ფორმალურად მაინც გაგეგზავნათ კითხვა და საქმეში ჩაგედოთ კომისიის წევრების ჩვენება. ვერც გაბედეთ მაგის გაკეთება. არაუშავ ჩვენ გაგაბედინებთ. მოვა წულუკიანი აუცილებლად.
მაშასე გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი 20 ივნის გადადო ნინო გალუსტაშვილმა ამ დღეს დიდი ალბათობით ვაშაძის საქმეზე გადაწყვეტილებას მოვისმენთ სასამართლოსი. ეს დღე არის ის დღე, როდესაც შეანიშნული არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლოს ხდომებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 20 ივნის დიდი ალბათობით სამი პოლიტიკოსის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ მოსამართლეები.